მერაბ, დიდი მადლობა რომ დაგვითმე და შემოგვიერთდი მაინკასტის კიდევ ერთ შესანიშნავ ეპიზოდში. როგორ ხარ? მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. შენ როგორ ხარ? მეც კარგად, მაგრამ არ მოგატყუე, ვარჯიშის და ჯიუ-ჯიტსუს შემდეგ ცოტა დაღლილი ვარ და დაქანცული. შენ თუ დაიღალე, მგონი შენს დაქანცული გამოიყურებენ. დიახ, დილით ცოტა დაღლილი ვიყავი, შემდეგ როცა სპარინგზე წავიდი, კარგად გამოვიყურებოდი, კარგი სპარინგი ჩავატარე. ზოგჯერ როცა დაღლილი ხარ, სპორტდარბაზში წასვლა არ გინდა, მაგრამ როცა მიდიხარ, სწორედ მაშინ გაქვს საუკეთესო დღე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველ ჯერზე როცა ჩხუბობ, ყველა აღვრთოვანებულია შენი ენერგიით. ხალხს ვეუბნები, რომ შენ განსაკუთრებული სტილი გაქვს, რომლითაც ყველას დამარცხება შეგიძლია. შენ ირჩევ ტემპს, არ ჩერდები და ყველა მოხიბლულია ამით. მაგრამ შენთან ვარჯიშის შემდეგ მგონია, რომ ერთი ღილაკი გაქვს, უბრალოდ წინსვლა. ასეა ხომ? სპეციალურად ვარჯიშობ ამისთვის, მაგალითად როცა ვარჯიშობდით, შენ სულ ამბობდი, მინდა რომ წინ წავიდე, მინდა რეალური სიტუაციები. რატომ გირჩევნია უფრო რეალური სპარინგები? დიახ, ბოლო რამდენიმე წელია ფოკუსირებული ვარ რეალურ სიტუაციებში ვარჯიშზე. მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა. ხანდახან საკუთარ თავს ცუდ პოზიციაში ვაყენებ, რადგან გამოსავლის პოვნა შევძლო. რეალური ვარჯიშები უფრო მომწონს, საბრძოლველად ვიდრე სავარჯიშო გამეორებები. როგორც გითხარით, ბოლო რამდენიმე წელია სავარჯიშო გამეორებებს აღარ ვაკეთებ, რადგან არ მომწონს. ამ დროს უფრო ტექნიკური უნდა იყო. Something like this. Yeah, I'm not drilling much the last couple of years, and because when I drill, I don't look like a clean. I don't like myself. But when it's live, then it's more. I look more. It's realistic. But when you drill, you have to be very technical, like you know what I'm saying. And I'm not really. But you are მაგრამ შენ ტექნიკური ხარ, სპარინგის დროსაც აკეთებდი თავდაცვა, ასევე კისრის მტკივნეული შემისული, ეს ყველაფერი ტექნიკური იყო. როგორ ფიქრობ, წლების განმავლობაში შენი წინა ვარჯიშები რამდენად გეხმარება? შენ ხომ საბრძოლო სამბოს გამოცდილება გაქვს, ასეა? ძიუდო და სამბო. რამდენი ხნის განმავლობაში მისდევდი ამ სპორტს? 2003-დან 2010 წლამდე. ასე რომ 2003 წლიდან დღემდე 20 წელი, ხოლო 2010-დან 15. გონი სწორია რა? 2003 წელია თქვი? დიახ, 2003-დან 2010 წლამდე 7 წლის განმავლობაში ძიუდოს და სამბოს მივსდევდი, ხოლო 2010 წლიდან უკვე MMA-ში გადავედი. დიახ, მაგრამ ძიუდოს ტექნიკას ეხლაც იყენება რა? technically, right? Like you drilled all the way to this point. But let me tell you one thing. ერთი რამ მინდა გითხრა. ჩემი ბექგრაუნდი ძიუდოა. გულისხმობ, რომ რაღაც ტექნიკას ვიყენებ ძიუდოდან, მაგრამ ვცდილობ ეს შევცვალო, რადგან ბევრი ძიუდოს ტექნიკის გამოყენება MMA-ში ცუდია. ვიტყვი, რომ MMA-ისთვის ყველაზე კარგი ჭიდაობა ფოლკსტაილია. ეს არის კოლეჯის სტილის ჭიდაობა, სადაც ძალიან ძლიერად მუშაობენ კონტროლსა და გამძლეობაზე. ამიტომ ვცდილობ ძიუდო არ გამოვიყენო, რადგან როცა მეტოქეს აქცევ, შეიძლება ზურგი დაკარგო, რაც ძალიან ცუდია. უკვე ბევრი წელია მაღალ დონეზე ვარჯიშობ, მაგრამ უფრო რეალურ სიტუაციებში ვარჯიში გირჩევნია. შენი აზრით, ეს ყველაფერი იქიდან მოდის, რომ ამდენი წლის განმავლობაში შეჯიბრებებში მონაწილეობის, ვარჯიშისა და სხვადასხვა სპორტის სახეობის გამოსვლის გამო გამოცდილება გაქვს. ახლა უკვე იმ ეტაპზე ხარ, რომ ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო და უბრალოდ გირჩევნია ცოცხალი სპარინგები, რომ ფორმაში იყო და თან შენთვის საინტერესო და სახალისო დარჩეს. ფიქრობ, ეს ცოტა უფრო განსხვავებულადაა. როდესაც ძიუდო დავიწყე, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ტექნიკას ვიყენებდი და ეს ძიუდოსთვის კარგია. შემდეგ MMA-ში გადავედი და რა ტექნიკასაც ძიუდოში ვიყენებდი, MMA-ისთვის ცუდია. ახლა ეს უნდა შევცვალო. სანამ მომალისთან რემატჩზე ვისაუბრებდით, რაღაც მინდა ვკითხო. გახსოვს, როდესაც პირველად შემოგთავაზე ერთად ვარჯიში? შენ უარი მითხარი. დიახ, ეს რატომ გააკეთე?
ეს ცოტა სასაცილო მომენტი იყო, როდესაც ვარჯიში შემომთავაზე გულისხმობ, მაგალითად ალჯამაინ სტერლინგი. ის მხოლოდ მაშინ სპარინგობს, როცა თავს კარგად გრძნობს. ამ დროს ყველა სპარინგის მოგება უნდა. ყველამ ვიცოდეს, რომ შენ მხეცი ხარ, კარგი მებრძოლი და შენ სპარინგი შემომთავაზე. შესაძლოა ვარჯიშის დროს დაგემასხებინე. მანამდე ჩემზე კარგად საუბრობდი, კარგ რაღაცეებს ამბობდი. ამის შემდეგ შესაძლოა ეს აღარ გაგეკეთებინა. Before you was talking highly about me, and then maybe after you training with me, you're not gonna talk about highly me. In training room. ვარჯიშის დროს ნებისმიერი რამე შეიძლება მოხდეს. დავმასხდეთ ან რაიმე მსგავსი. მაგრამ ახლა რა თქმა უნდა, როდესაც დარბაზში მოხვედი, შენთან ერთად ვისპარინგებ. რადგან ახლა შენი მიზანი რაუნდების მოგება არ იყო, უბრალოდ კარგი რაუნდების ჩატარება გინდოდა. ახლა თუნდაც დაგემასხებინე. ან და დაუნებებულიყავი საბმის შენზე, ეგ პრობლემა არ არის. That's very good. Even if you beat me, of course. I mean, even if I lost some rounds, like if you make me tap out with some submission. ფიქრობ გასულ ღამეს 5 ან 6 ჯერ მაიძულე რომ დაუნებებულიყავი. არა. ასე რომ ეს ერთგვარი ხუმრობა იყო ჩემგან. ახლა შემწუთენზე ვისაუბროთ. რამდენი ხანია რაც მასთან მუშაობ? პირველად ლას-ვეგასში 2020 წელს ჩამოვედი, კოვიდის დროს. ხანდახან ისე უკან ნიუ-იორკში მივდიოდი, რადგან იქ ალჯო ვარჯიშობდა და მასთან ვიყავი. კვირაში რამდენჯერმე სინდიკატში ვარჯიშობდი, მაგრამ ჯონ ულთან არა. მასთან ვარჯიში პიოტრ იანთან ჩხუბამდე დავიწყე. შემდეგ იყო სეჰუდოსთან, ომალისთან და უმართან ბრძოლა. Specific with this coach, John Wood, that's not like, but I started training with him before Henry. Actually, before Peter Yan's fight. I think that Peter Yan's fight. That's where so Peter Yan, Henry Cejudo. Peter Yan, Henry Cejudo, and Sean O'Malley, Umar, Sean O'Malley. Okay. Yes. And როგორც ჩანს, როდესაც ის გავარჯიშებს, გეუბნება, აი ეს არის ის, რაც მინდა რომ გააკეთო. მაგრამ მას უნდა რომ შენი სტილი შეინარჩუნო. ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობთ. მომიყევით თქვენს ურთიერთობაზე, როდესაც საქმე ჩხუბისთვის მზადებას ეხება. თითქოს ის გაძლევს მართვის გასაღებს და ის მეორე პილოტია. არა? დიახ, მას არ უნდა რომ საგრძნობლად შეგცვალოს, უბრალოდ უნდა რომ უკეთესი გაგხადოს, რაც ძალიან მომწონს. მე ჩემი სტილი მაქვს, ვიცი როგორ ვჩხუბობ. ადრე შესაძლოა ბევრ შეცდომას უშვებდი, მაგრამ ახლა ვიცი რა ასპექტში ვარ კარგი. მას უნდა რომ ჩემებურად ვიჩხუბო. უბრალოდ მე თავჯერებულობას და უნარებს მაძლევს, ასევე მეხმარება რომ ჩემი სტილი უფრო დახვეწო და გავაუმჯობესო. He wants to be just me, but he just wanna give me more confidence, added more tools on my game, and just get me better in my style. Let's talk about that rematch with Sean. ახლა ომალისთან რემატჩზე ვისაუბროთ. პირველი ბრძოლა შესანიშნავი იყო. შენ მას ენერგია წაართვი და ტემპით დაუწესე. მეორე ბრძოლა თითქმის იმ პირველი ბრძოლის გაგრძელება იყო, არა? მომიყევი, როგორ ახერხებ იმ გეგმის განხორციელებას, რომ უბრალოდ არ ჩერდები. როგორც შენმა მწვრთნელმა თქვა, შერეული საბრძოლო ხელოვნება არ არის განკუთვნილი, რომ ლამაზი იყოს. პირველ ბრძოლაში ომალისთან გეგმა იყო, რომ არ მიმეცა მისთვის ის, რაც მას სურდა. ის რომ ახლოს მივსულიყავი, ჩემთვის დაერტყა და დავენოკაუტებინე. ვიცოდი, რომ ჩემს დარტყმებს გაექცეოდა. დისტანციას ვინარჩუნებდი და ერთ მომენტს ველოდებოდი, რომ ძილს გადამეყვანა. ასე რომ ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყავი ან შორს. და როცა მომენტი დადგა, თეიქდაუნი შევუსრულე. ველოდებოდი, რომ ემოძრავა ამ დროს. ასევე დამერტყა ან საბმიშენი შემესრულებინა. რაც არ უნდა იყოს, პირველი ბრძოლა მეორესთან შედარებით სრულიად განსხვავებული იყო. And I was waiting too. You move, I either punch or I attack submission. And anyway, so the first fight was totally different. And then also another thing is. კიდევ ერთი რამ. ბევრი კარგი მებრძოლია, ვისაც ქმნის მოგება სურს, მაგრამ ისინი მას ხდებიან.
ასე რომ მე არ მინდოდა ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, არ მაინტერესებს როგორი ბრძოლა იქნება, უბრალოდ ქამრის მოგება მინდოდა. ასეც მოხდა, ომარი დაუმასხე და ქამარის მოვიგე. როცა მეორედ ვიბრძოლე, უკვე ჩემპიონი ვიყავი. ასე რომ უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ეს უკვე ჩემი თამაში იყო. თეიქდაუნებს ვუსრულებდი, ასევე გახსნილ დაღმულს ვუტარებდი. მასზე ზეწოლას ვახდენდი. ომალი დააფინიშე, ასევე დაამასხეს ეჰუდ ორმაგი ჩემპიონი ჟოზე ალდო, რომელიც ამ სპორტის ლეგენდაა. პიოტრ იანი, რომელიც ასევე ჩემპიონი იყო, რამდენიმე ჩემპიონი დაამასხა შენს დივიზიონში. ახლა იცი რომ მეფე ხარ. შენ ნომერ პირველი ხარ. როგორია, როცა იცი სად ხარ ახლა, როცა UFC-ს ჩემპიონის ცხოვრება დაიწყო? ყოველთვის წინ ვიყურები. რაც მოხდა უკვე წარსულია. რაც ამ ბრძოლებიდან ვისწავლე, ვცდილობ შემდეგ ბრძოლებში გამოვიყენო. ახლა სენჰეგენის წინააღმდეგ ვიბრძვი. მხოლოდ ამ ბრძოლაზე ვფიქრობ. ის დანარჩენ ბიჭებზე უკეთესია, ვინც მე დავამარცხე. განსხვავებული სტილი აქვს. პოლიციას ხშირად იცვლის, მუხტს კარგად იყენებს. ფეხზე შეტევაც შეუძლია და ასევე კარგი კარდიო აქვს. მახსოვს ბოლოს ვარჯიშის შემდეგ თქვი, რომ ისევ მშიერი ხარ და ბრძოლა გინდა. საიდან მოდის ეს ზედიზედ 13 მოგებული ბრძოლა? როგორ ხარ ისევ მშიერი? ჩემი мотивация ფული არ არის. ჩემი мотивация ყოველ ბრძოლაში, როცა UFC-ში ვიბრძვი, ეს ტიტულისთვის იქნება თუ არა, არის ჩემი ქვეყანა. ეს დიდი ამბავია პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ბიჭი იბრძვის UFC-ში. მივხვდი, რომ ეს არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მე შემიძლია. შენ და ილია ერთმანეთს ყოველთვის უჭერთ მხარს. ეს იმიტომ, რომ ერთი ქვეყნიდან ხართ თუ უბრალოდ როგორც მებრძოლი, პატივს სცემთ ერთმანეთს. ჩვენ ახლა მეგობრები ვართ. ილია და მისი ოჯახი ძალიან მიყვარს. მისი მშობლები, ძმა, შვილი, მეუღლე, ყველას კარგად ვიცნობ. ასე რომ ახლა ოჯახივით ვართ. UFC-ში 2017 წლიდან ვარ და როცა გავიგე ილია UFC-ში იჩხუბებდა, რა თქმა უნდა, როგორც ქართველს, მხარდაჭერა გამოუცხადე.